პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში კამპანიაში შენგეხებას წევრებს ხვდება. შეხვედრის თემა ბოლო დროს პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების გავრცელებით შექმნილი მდგომარეობაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატის გამო, რომელიც არის საქართველოში, პირადი ცხოვრების კადრების გამხელასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა ან სოფხედველობის. მე დგევარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას უთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდე მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავბნელ სტიგმას. ეხლა იმ შავბნელებს ვინც აპირებთ, რომ არ შანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება. თითოეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი აი რაღაცა შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს. და იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი ამაზრზე ვიდეოებს, ამაზრზენს იმიტომ კი არა, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ რომ მისი გადაღება არის ამაზრზენი და ავადმყოფი. აი ამაზრზენ პროცესს რამენაერად დააკვირდება, უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, რომ მას მორალური თანამონაწილე ხდება აი ამ პარალური თვალთვალის და მიყურადების. მე მინდა გითხრათ თქვენ პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ დილიდან ძალიან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და დაგარწმუნოთ ყველა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ყველა თავისი რესურსით მობილიზებული არის და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება, მაგრამ იმასაც მინდა გაუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენ მოქალაქეებს დააშანტაჟებს, რომ ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რომ ეს ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება ამაში ჩავერთოთ, ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ღიად ამ ყველაფრის დაგმობით და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით. დღეს მე ვხვდები საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ერთად ვიფიქროთ, რანაირად მოვიგოთ არა მხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ აგრეთვე ბრძოლა აი ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან, რომელიღაც ადამიანების თავში რომ არის და რომ გონიათ, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. და აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული და ის ნაძირლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, იქნებიან დამარცხებულნი და იქნებიან სამარცხვინოდ დასჯილნი და სამაგალითოდ დასჯილნი ჩვენ ქვეყანაში. მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართო პრეზიდენტის ადმინისტრაციის